MasterChef-ის 10 რჩეულ მონაწილეს მოგესალმებით დიდ სამზარეულო. ამ სეზონზე თამასა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ხოლო გამორჩეულები კი განსაკუთრებულ გამოცდას იმსახურებენ. აქ ბრძოლა უფრო და უფრო რთულდება. და სწორედ ამიტომ დღეს თქვენ გამოწვევები არ მოგაკლდებათ. მაინტერესებს ძალიან რა დავალება გვექნება შეფების ვხედავ საიდუმლო ყუთს. პირველი დავალების მიზანი იმუნიტეტის მოპოვება იქნება. რაშიც თქვენ წინ მდებარე საიდუმლო ყუთი დაგეხმარება. ერთი სული მაქვს ვახადო და ვნახო რა დევს ამ ყუთში ძალიან მაინტერესებს. დამ. რამდენად დაეხმარებათ ამ ყუთში არსებული რამ, ეგ კიდე საკითხავია ვნახოთ. ჩემი აზრით ცოტა გაგირთულებ საქმეს. ან ძალიან. ვისთვის როგორ? მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი გამოწვევა 12 სეზონის განმავლობაში არასდროს არ გვქონდა. ოჰო. ამიტომ ერთი სული მაქვს, რომ გაჩვენოთ თუ რა დევს აი ამ საიდუმლო ყუთში. ერთი, ორი. ყველანი აი ესე უყურებთ. უფრო გავართულოთ. ყველა გიხარით. ერთი, ორი. ოჰო. გონია რომ დევს რაღაც ინგრედიენტი და არა და ხედავთ რას. როგორც ხედავთ, ეს არ არის ინგრედიენტი. ვინ იცის? აუ, ოპა. ნახოთ თუ რაში გვჭირდება ეს ლენტი. მედარისთვის არის საჭირო. OMG. იმისთვის რომ იყო კარგი მზარეული, მარტო ცოდნა და ტექნიკა არ ხმარა. გუნდში სინქრონულად მუშაობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გემოების დაბალანსება. ბეგი ჩემ გუნდში არ იყოს, არა მოვკლა. ნდობის გარეშე კი სამზარეულოში არაფერი არ გამოდის. ვერ ხვდები რა ხდება. ამიტომაც დღეს თქვენ იმუშავებთ წყვილებში. არა უბრალოდ წყვილებში, არამედ ერთმანეთზე გადაბმული იქნებით ხელი. მარჯვენა მარცხენა იქნება გადაბმული ერთმანეთზე და მოგიწევთ აი ესე სინქრონში მუშაობა. ერთი მხოლოდ მარჯვენა ხელით იმუშავებს, მეორე კი მარცხენა. ორი ხელი, ორ ადამიანს, განა ორი ხელი, ორი ხელი ორ კაცს კი, ანუ ორი ხელი ორ კაცს და არა 4 ხელი ორ კაცს, ანუ ორი ხელი ერთ კაცს არა. რა თქმა უნდა, პასუხისგებლობას გაინაწილებთ თანაბარ. ამ ტურის გამარჯვებული წვილი დაჯილდოვდება იმუნიტეტით. ახლა დროა დაგაწყვილოთ საპირისპირო მდგომ მაგიდასთან. გვერდზე დგას ბეგი. არა, ხო. და პირველი წვილი არის ნინუცა და დავითი. მეგრელი ნინუცა და გორელი დავითი. თანახმა ხართ, რომ ამ ხელს არ გამოიყენებთ? თანახმავარ. თანახმავარ. ჭიდროთ. გორული და მეგრული სულის კეთება ვანახოთ რა, ნინუცა. შეფისეს ლუიზა. MasterChef-ის მარჯვენა. თაია და გიორგი. დანდარადან. ჭირშიც და უხინშიც. ერთი გუნდი ვართ. ნინუცა, როგორ გძნობ თავს? დაბმულად. მშვიდობაში. ვფიქრობ, რომ ტანდემი ერთად კარგი უნდა გამოგვივიდეს. მესამე წველი მარიამი და ნიშო. მზად ხართ? თანახმა ხართ, რომ განურჩევლად ასაკისა და სქესისა მაინც გააერთიანებს სხეულებს. შემდეგი წველი თამარი და გიორგი. მშვიდობაში. და ბოლო წველი თორნიკე და თორნიკე.
რა თუნდა ორი სახელი, მაგრამ მზად ხართ ერთი თორნიკე იყო. აი, ასე იყოს. იმუნიტეტის ბოლომდე. იმუნიტეტის ბოლომდე. დავაი. ხოტემ უკვე საგულდაგულოდ გაგკოჭათ და ახლა დროა გადავიდეთ მთავარ დავალებაზე. მე მგონი რან გაინტერესებთ რისი მომზადება მოგიწევთ წყვილებში. უკვე გრძნობ, რომ არ იქნება მარტივი. მაშას იმუნიტეტის მოსაპოვებლად ჩვენ უნდა მოამზადოთ კარგი, გემრიელი ხაჭაპური. ვიფიქრე ჩემი ხაჭაპურზე. რა, როგორ, რა პროპორციები, პანიკა. და ხაჭაპური უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ეკადრება MasterChef-ის მე-12 სეზონს. იდეალური. გადაბმულმა, თან ბეგისთან, ხაჭაპური. და დავალების შესასრულებლად და ამ იდეალური ხაჭაპურის მოსამზადებლად თუ შესაქმნელად თქვენ გექნებათ ზუსტად 40 წუთი. ვაა. მზად ხართ იმუნიტეტის მოსაპოვებლად? მაშინ თქვენი 40 წუთი გაიცო. ხაჭაპურისთვის დაგჭირდება ბეგი, სულგუნი. დადე. და აიღე. იმერული. დადე ძვიფას. ჩვენ დაგჭირდება ბორჯომი. გასაგრილებლად ალბათ სომისთვისა. კი. აუ სანდომის ოფლის წამოიღე, გეხვეწებია. სანდომის ოფლის რა. სისუფთავისთვის დაგჭირდება სელპაკის ხელსახოცები. ხაჭაპურისთვის დაგჭირდება ლა ფამილიას ქვილი და გამოვიყენებთ უმაღლესი ხარისხის. ბინოსგან დაგჭირდება ტილოები, სისუფთავისთვის, ასევე დაგჭირდება საცხობი ქაღალდი. თელიანი ველის კინძმარაოს ავიღებთ, ორივეს გემოვნება ემთხვევა, ნახევრად ტკბილი ღვინოა და სასიამოვნოა. ეგი წავიდა, 400 გამოსვილი, გამიხსენი. ეხლა ვაკეთებთ მეგრულ ხაჭაპურს ტრადიციულად. ბეგი. აბა რა გვინდა? ეგ არის შენქენი გააგზელი, შენ ყველი სახე ხვა დაიწყე. მიდი, ვითხარით. არა, ეს ხელი მომიხსენი. ფასოს ცოტა ზეითუნის ზეთი. ვიწყებთ მზადებას, მე რას ვიწყებ, ნინუცა იწყებს და რასაც იწყებს, მეც უჯერებ. ბეგი, ხავზე მომიგიდე ხელი ეწამი. მიდი. წყალი დამისხე. რამდენი? დასხდე რომ გეტყვი გაჩვენდი. სავ გაჩვენდი. ბეგი მარილი აიღე, მარილი. აკე. ოკეი. მუცლის გამოყენება ხო შემიძლია? ხერხი ჯობია, გონებსა თუ კაცი მოიგონებსა. ასე რა, აგერა. მოდი გეხვაწები მაწას გავხსნე რა, ისე ვერ ხარ მოცვაკე. არა, კარგად იმასაკენი. ბიჭო, აკე გავიგე. კიდე. მინდება მარტო ამის. არა, რამდენი ხანი და მოვიწყდა ლამის რო ხელის გამოყენება არ შეიძლებოდა. აი ამისთვის არ ვიყავი მზად. გაგვაწყვილეს. კაფის ხაჭაპურს გავაკეთებთ ჩვენ მაწონზე. იმერულ ყველს ვიყენებთ და სულგუნს. სია, საკმარის სია. ხუში. ვაკეთებთ მაწვრის ბაზაზე ჩვენს ცომს, რომ მარტივად მოშეთ, ცოტა განსხვავებული იქნება, რადგან გამოვიყენებთ პარმეზანს. სათამაშო კი. ვეშქარება. ერთად მუშაობ მე და თორნიკე. სახელები გვაქვს ერთი და ახლა გვაქვს ერთი სხეული. საქმეც ერთი. აბა გახდით ერთი თორნიკე თუ არა? ვცდილობ, შევ. შევერწყათ ერთმანეთს. აი როგორ ხაჭაპურს აკეთებ? გვინდა ერთი ტაფა, ერთი ღუმელის, მაგრამ როგორ მოვასწრებთ? წავიდა! მიდი ლომო! რა დაზილა, არ გამო. აკეთ გადა. მიშველეთ ხახო. შენ ამას შეძლებ, მე შენი მჯერა. მიდი, მეგრული ძალა და გორული სულის ყდება ვანახოთ. მიდი. ნინუცა ცონს უბერავ, აი ესი. აბა წავიდა. გუმორს გუა სამარგალო თქვენ ოლექსი დოჭარი, წავიდა. ცომი არ მეკრობა, უკვე კაია. უკვე კაია. დინოს გრინი ავიღოთ. ჰოპ, კარგი. ხელი დავაბანინე, ხელი მომკიდე. მიდი. ჩვენ უკვე დავუმღავეთ. იმაშიც გაჭირვებაშიც და ხინშიც და ჭირშიც ხო? ეხლა ვიყენეთ ჯორჯიტას ძმარს. ერთი. შო, მე მგონი შო. გაჭრილი, მაგრამ არა, დამშვიდი ნინუცა. ყველაფერი ხოძე, აი. სვარ. აი. ბეგი, სახეხი აიღე. მოწარელაცი დავიწყოთ? დაიწყე. ცომი როგორია? საფუარზე გაკეთებული ცომი არის. საფუარზე მოასწრებს ამოსვლას? სითბოში მიდევს დაბლა, ღია ღუმელში რომ სითბო მოხდეს და ამოფუდეს. კარგია. კარგი, აქეთ გავყოთ. წინ მოდი.
ვიყურებით უკან მიშა და მარია ცდილობენ მეგრული ხაჭაპურის გამოცხობას, თუმცა დიდად ვერ გამოსდით. აბა თქვენთან როგორ მიდის პროცესი? ცოდვილობთ შეფ. ცოდვილობთ. მიდე. ხვიერ თომს ვაკეთებთ. კარაკი შევაზიდეთ ხილს. საწყლატია ხასომი გამოდი. ერთად მოზიურით, აბა ემხელით ცომი. ანუ მე ის გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, რა ქვია. დრო მოგვეგო რა. რა უნდა მოგეგო? ანუ ეს ყველს აკეთებს. იმუნიტეტი ვერ მოიგებ. ვიცი. თავიდან რომ და ჩაკითხეთ, მაგრამ არა უშ. მე ბიჭო. დახიმუშავე. ხომათალი. იქ არ გიქარი. ყველაფერს მოფიქრება უნდა. არა, მოფიქრება, მე ვთქვი ეგ უკვე და ცოტა დაამუშავე და ეგა. დადე შენ მე მივალაგებ ცოტა ხანი დაისვენე. სწორ პარტნიორს რამ ხელმისაწვდომობა აქვს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ცომი ისვენებს, ყველი უკვე მზად არის. გამოვიყენოთ ფროშის ჭურჭლის სარეცხი. ნუ მაგრებიოთ, გარიცხვასაც რო ვასწრებს დაიჭირე ჩემი. მიდი. გამოწი. ესე, აბა რა. მოდის შეფ კონსტანტინე. რა თქმა უნდა შეფ კონსტანტინე, რა დავუშავე, არ ვიცი, მაგრამ მოდის. ბეგი მიდი გასინჯე. გუნდური მომენტი, აი ნახეთ უყურეთ შეფ, უყურეთ. დედას ხათრით. აბა. შენი ყველი ხელი დაიღე ხა, პირში. თუ ამარია რა? არა. კაია. ბეგი ხელი მომეხმარა, გოლი გამაკეთებინა. მე გავაკეთე ბავშვი. არ დაჭყიდო ძალიან. ცდილობ რომ აი მარჯვენა ხელი არ დაიყავოს და რაც უფრო ისეთი ძალზე ზეტანება ჭირდება, შენი მარჯვენა? შენი მარცხნით ვაკეთებ რა. გავგრილდეთ ბორჯომით, სანამ ცომს ვასვენებთ. ის როგორ დავლიოთ აი? ვუყურებ თაიას და გიორგის და ტკბები გაზაფხულის ჰარმონიული აურა მომდის მათგან. კიდე? აინა რა. ხელი. ხელი შელე მომეცი. გავიდა. გაგავხიდა. ნინუც. ხო ძალიან გიხარია ჩემთან ერთად. ძალიან. კუკინგი. ო რა გიждდება ჩემზე. მე წეგრო ვფიქრობდი რომ გიждდებოდა. ვიყენებ ცელფაქს რომ გავიმშალოთ ხელები. ატაკე. მიდი. გორული სულისკვეთება და მეგრული ძალა. ამოიგე? კარგი ხარ? მიშა, მუსარტუკ მიშო. მომეჭ გირავარეთ იმუჭარეკ. გამუშანქო ზია. აბა მუჭო. მურე ზია მუშაკო იქსოლ. კაი გეყოფა გავაგე. ეხა ვიწყებ ცომის გაბრყელებას. ძალიან არ გავავტყე. თანაბრად. არ დიდ ხაჭაპურს ვაკეთებთ. აუ, ცუდად აკეთებ ერთი წამი, გამომყევი ხელიცე რა. ნუჩქარობ, ამაზე ნუჩქარობ, ეცადეთ. ეხლა გადავდივართ ყველაზე მთავარზე და მნიშვნელოვანზე, ცომის გაბრტყელება და უკვე ფორმირება ჩვენი მომავალი ხაჭაპურის. აი ესე ნახე, აი ესე დაიჭირე, აი ესე ამოვწეროთ. ოკეი, მივხვდი. აი ცოტა ესე. ოკეი. აი ესე. ვაბტყელებთ. დედა, მეგრელი ცოლი მომყავს. ჩასი. ესეთი ხანჯი რომ ყოველდღე გამიკეთე. კოქტეილები არ მოგაკლდება. აი ხო ხედავ ისინიც როგორ გადა. კაი, გასლაპარაკობ, ცოს მოგიდე. ამომიტრიალე. ხილად, ბეგი, ცომი არ დამიტიჭყო. ნინუცა, ხო არ დაფიქრებულ ხარ? შენზე ხაჭაპურია, შენზე კოქტეილები. გორში. ბეგი, საფტყელებელი ამოიღე, რომანტიკას შეეშვი. მე წამოვალ სამეგრელოში, ზესიძე. არ უნდა ჩემებზე გედისიძე. ბარმენ მიქსოლოგი, ბარისტა, ღვინისა და ლუდის სომელიე. ზარეული, ზესიძე. არ მინდა ბიჭო და მანე ვიდო. მეგრელ ქალს თავი როგორ მოვაწონო, არ ვიცი. მეგრული აჯიკის კოქტეილი რო გავაკეთო. ბეგი. ისმენ. მოდივა. ნერვებს ნუ მიფაჩუნ წყნარას ქოღოლეთინა წყნარას. ნერვებს რაო? ნუ მიშლე. არა, როგორ თქვი? ნერვებს ნუ მიფაჩუნ წყნარას ქოღოლეთინა. ნერვებს ნუ მიფაჩურებ. მაშამა. მიფაჩუნ. ნერვებს ნუ მიფაჩურებ. ნუ მიფაჩურებ, არა, მიფაჩუნკ. ნერვებს ნუ მიფაჩუნკ. ვიწყებთ შეხვევას. ერთი, მოიტა. ძალიან მსხვილად გავუკეთოთ. კიდე. წამოიღე, ეს კაი წელვადი ცომია. მე მგონი ის არის რაც გვინდოდა. კი. საკმაოდ ფაფუკი, კარგი, ელასტიური ცომი გამოვიდა თან. რა დავამრგო. კონი თაიას მარჯვენა ხელს ძალიან კარგად ესმის ჩემი, ხო? გამაგწყელოთ უკვე. ვიყურები მარცხნივ და ვუყურებ გიორგის და თაიას. გეგონება ოპერაზე არიან. შვიდად, წყნარად, ხელი საუჩქარებლად. დრო გადის დროზე. მუღაბტყელებ, არ გვეყოფა, ნახე. იმუნიტეტი ძალიან გვინდა, თორნიკებს.
ნელა. ხელით რო გავბრტყელოთ ნელა. ხო, კარგი მოჭერი. შოიდან და არა გვერდიდან. ბეგი, ეხა იმუნიტეტი რო ვერ ავიღოთ, შენი ბრალი იქნება, ოკეი? მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ შენი ბრალი იქნება. მე არაფერი გამიკეთები არა, შენ აკეთებ ყველაფერს. რა მიყვარს მეგრელის გაკეთებული მეგრული ხაჭაპური? აიღე. ენა არ მიყვარს თორე ხაჭაპური კი მიყვარს. დროა რომ ხაჭაპური გადავიტანოთ ხუმელში. გაიწე, კაი ის ყველი აიღე რა იქ. ნელა. ჩარტყი. კაი. შავ. გააღე. 3, 2, 1. ხარაკი მინდა წაუსვამე და მთაი აიძახის არ გვინდაო, ხო და? დაანებეთ. არა. უნდა ვინდო, იმიტომ რომ მართლა კარგად მუშაობთ ტანდემში. ანუ რაღაცა ნდობის მომენტი გამიჩნდა დიდი. ჰაია. რაღაცა უნდა გითხრა. რა? ქვილი გისვია შუბლზე. ბევრი. ხვირზე. ეს. არა. აჩე. ეხა ფრთხილად. 3, მოიცა 2, მოიცა იმასკენი ამასწიე. ფრთხილად. მიდი ეს და. არა, გაუშვი. მე ვიზა. მომეცი. ემას. არა შენი. არა უშავს. ასწო. აიჭადე ერთ. მოიცა, აქეთ აიღე. მიდი. 10 9 7 6 5 4 3 2 1 დახტელები მაღლა. ცალხელი მაღლა. კარგი. აი ესე კეთდება, აი. 40 წუთი დრო ამოიწურა. ახლა ჩვენ ჩამოვივით და ვნახავთ თუ როგორ გაართვით წყვილებმა მუშაობას თავი. აბა წავედით. პირველ რიგში მოდიან ჩვენთან. მე და თაია ძალიან ნერვიულობთ. თაია და გიორგი. აწონზე არის დამზადებული ცომი. ყველი არის იმერული ყველი და ცოტა სულგუნი დავუმატეთ გემოსთვის. ეს რაც პრიალებს თაფლია. ეს რაც პრიალებს თაიას სპეც რეცეპტი არის, რომელიც თაფლი და დავწვიდეთ რომ გავეკეთებინა და იძახის რომ სასწაულებს შევდაო. ძირი უფრო კარგია. ძალიან წვნიანი, ძალიან ცოცხალი არა. სომი ძალიან კაია. კარგად არის გამომწვარი. ფენა სწორედ არის გადანაწილებული. ბრავო. კარგი ნამუშევარია. არ შეგიშალათ იმან რომ სახელი კარგა. რაც საინტერესო და გასაკვირია რომ ძალიან კარგად გაქვთ. კი, ძალიან სწორად არის გადანაწილებული ერთმანეთში. ბოლომდე არის მისული ყველი. ეს როგორ მოახერხეთ ავი. ბრავო. ძალიან კარგი ნამუშევარია. აბა. თამარ გიორგი როგორ არის? რატო ეს ნირვანას ნიშანი? ერთი გავსიჯეს და 3 შეფიხათ. რა უნდა ჩვენ ხაჭაპურში ყველსო თუ რატო ეგეთი ხელი? ხაჭაპურია ეს? არა, იმიტომ გავიდა. ხელი ხაჭაპური კი ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის. ეს ბებოს ლავაშია. ცომი ძალიან კაია, ესეთი მოხრაშუნოა და მატყელებულის რავი, კარგი. ვიტყოდი, უბრალოდ ცოტა ყველი აქვს. არაჩვეულებრივი კალცონია ყველით. კი ბატონო. ეს ლავაშია. არა ხაჭაპური. არა ხაჭაპური. აბა თორნიკებო. მოვამზადეთ კლასიკური იმერული ხაჭაპური, შეურიეთ ცოტა მოცარელა ოღონდ რომ დაეჭირა იმერული ყველი კარგად უფრო მეტად წელვადი და ერთი ტექსტურა ყოფილიყო. ძეზე მოზავალ ცომს უფრო დიდი ხანი უნდა ხოლმე. ხაში დავაყენეთ. ნახე. ო, რამდენად მოაქვს? ამოსაწყობია. კი, აკლია. კი. ნახე, ფერით გეუბნება ამას. კი, ბატონო. ცალსახად როგორია, იცი, აი ცომია რა. მეგრულ ყაიდაზე გავაკეთეთ, ფხვიერი ცომი გავაკეთეთ რაღაც ისეს კლაჭრის რომ მე მგონი და ბევრი ყველი ჩაუდეთ არ დაგვენანა. ეს პეროგი უფროა. და მაქსიმალურად იდეალურად ვეცადე რომ ყველი გადამენაწილებინა იმაში, რა ქვია, ხაჭაპურში. და მაქსიმალურად ეცადეთ რომ არ გამოგეცხოთ ბოლომდე. ვერ მოასწრო გამოცხობა. ცომია. აი. დააკდა.
აკლდა აშკარა. ყველაზე ექსტრავაგანტული წვილი ხართ ამ 5 ეულში. აბა გასჭერი. აბა ვნახოთ ხაჭაპური როგორია. რბილად იჭრება. ცომის ქელია იცოცხლე. ა? ძილი. ეს ცხიმი ზემოდან თქვენ მოასხეთ თუ რაღაცა ეს არის ცოტა კარაქი მოუსვის ზემოდან, რომ უფრო მეტად მძიმე ყოფილიყო მეგრულ ხაჭაპურს ახასიათებს სიმძიმე, შიგნითყვალი, გარეთყვალი. ნუ აქ თხელი, აქ თხელია, არა ამის სოფი თანაბრად. უფრო გამომცხვარია. ნა, ცომის ხალი. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ და შევაფასეთ 5-ვე წვილის მომზადებული ხაჭაპური. ძალიან საინტერესო იყო ეს ტური, როგორც ჩვენთვის, ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც. სახალისო. კარგი გამოცდილება იყო, სახალისო. და კარგად დავინახეთ თუ ვის შეუძლია გუნდურად მუშაობა. ახლა დროა დავასახელოთ ის საუკეთესო წვილი, რომლის ხაჭაპურიც ძალიან მოგეწონა. აიას და გიორგის წვილი, ხო გამოგზავნეთ. იდეალური. ძალიან მიხარი გილოცავ. 40 წუთში ვნახეთ ის, რომ ძალიან კარგად გუნდურად, შეხმატკბილებულად, ხელების კარგად გემორჩილებოდათ ორივეს ერთად და ძალიან კარგად დროის მენეჯმენტიც და ძალიან კარგად შეასრულეთ დავალება. როგორც საუკეთესო წვილმა დაიმსახურეთ იმუნიტეტი. მე და გიორგი მართლა იდეალურად გავართვით ამ დავალებას თავი. ძალიან გამიხარდა. შეგიძლიათ გადაინაცვლოთ მეტროპოლის ოთახში. რა გენაღულებათ ხენად თვალე. ეს არა ეს. დანარჩენებმა კი შეგიძლიათ გაითავისუფლოთ ხელები, მოირგოთ შავი წნისაფრები და შემოხვიდეთ გადამწყვეტ ბრძოლაში. ვაი, ეხლა საწოდავო ნინუცა გაიხადე ეს შენი ლამაზი კოხთა თეთრი წინსაფარი წადი შავი ჩაიცი. უნდა მოემზადოთ ბოლომდე შეგნებით, ტანით და თავით, რადგან ბრძოლის ბოლოს ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს სამუდამოდ. დადგა შავი წინსაფრების დრო. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი თქვენგანი სამუდამოდ დაემშვიდობება MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. დღეს MasterChef-ის დიდ სამზარეულოში ყველის ტურია. და შემდეგი დავალება მოგიმზადათ MasterChef-ის სპონსორმა, ფრანგულმა ბრენდმა პრეზიდენტმა. სანებოს ქართული ყველის ფართო ასორტიმენტი გაქვთ წარმოდგენილი. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ გამორჩეული გემოს და ვიზუალის კერძი, სადაც მთავარი ინგრედიენტი იქნება სწორედ პრეზიდენტის ყველი. უნდა მოვამზადო ისეთი კერძი ყველისგან, რომ აქ დამტოვებს. დავალების შესასრულებლად გაქვთ ზუსტად 1 საათი. მეგრელი ქალი, კვერებია რა უნდა გააკეთო ამაზე უკეთესი? მზად ხართ გადამწყვეტი ბრძოლისთვის? მაშასე თქვენი 1 საათი ჩაიგდო. დავალება არის ყველის კერძი და მე მჭირდება ყველანაირი ყველი და ყველანაირი რძის პროდუქტი. ამიტომ დავიწყებ პარმეზანით. მოცარელა დამჭირდება, ნაღები. ეხლა ავიღებ ჯორჯიტას ბალზამიკოს соуსი. დამჭირდება ქუალიკოს ქათამი. ბასო სეითუნის ზეთი მინდა. ნინჯას ბლენდერი აუცილებლად. ავიდა. დავიწყებ პიტნის ძალიან წვრილად დაჭრას. დღეს უნდა მოვამზადო ყველის კრემ სუპი რა. 3 სხვადასხვა ყველი ეს არის დამბალ ხაჭო მაქვს. აქ მაქვს კიდე ჩეჩილის ყველი მაქვს, მოცარელა, პარმეზანი და ჩემი მიზანია რომ ეს ტური გადავლახო რაც არ უნდა მოხდეს.
ეხა ვიწყებ ცომის მოზილვას. ისევ ცომთან მაქვს საქმე, რატო გადავეკიდე ამ ცომს არ ვიცი. დღეს ვამზადებ მეგრულ კვერებიებს, შინდი და კრემყველი იქნება соуსად. ყველი უნდა შევწვა როგორც სტეიკის სახით, მექნება ღვინის რედუქცია соуსის სახით, ასევე მექნება ბურღული საიდად. სანებოს შებოლილი სულ გუნი დამჭირდება. უჰუ. კაისუნია. ესე იგი ვაკეთებ პარმიზანის კანოლოს, შიგნით შიგთავსი არის ბლუ ჩიზის, დნარი ყველის, ბროწეულის და ნიგოზის მუსი და შიგნით შიგთავსი კი. სამცალი უნდა იყოს, ხო? სამცალს ვაკეთებ, კი არა, ხუთცალს ვაკეთებ, ერთი მაინც არის. ხუთი არ ვიცი, მე პაჭი-პუჭები ნუ მოგახოლ. არა, კი, კაცო. ნახო. კიდევ ხაჭაპურს აკეთე? ხაჭაპური დაემთხვა. არა, ხაჭაპურს არ ვაკეთებ. დაემთხვა რას ნიშნავს? ხაჭაპური თუ არ გამომევიდა, ეს მაინც გამომივა. კაი, რა ვიცი, თუ არ გამომივა, გამიშვით სახლში ბოლო-ბოლო. მეგრულ კვერებს ვაკეთებ, კვერებია, ეგრე ქვია მეგრულად. კვერები. შიგთავსში ექნება პიტნა და ბაზილიკი. რაღაცა ძალიან გაცხარებული ხარ. არა, ცეცხლივით ხალი ვარ, შევ. ასაკეთე, ბაბა რა ხდება? მე ვაკეთებ ყველის კრემსუპს, დამბახაჭოთი და მინდა რომ ლეღვი კარამელიზირებული იყოს უბრალოდ. ნახეთ რა არის სიტუაცია. ამის ვიზუალური მდგომარეობა არ მომწონს, პატარებია, მაგრამ თეთრი მომწონს, მაგრამ ვიცი რომ შავი ფერის ლეღვი უფრო კარგი არის ყოლა და მინდა თეთრი. და რას ვიცით რომელი გამოვიყენო მეთქი. მას იმდენი რაღაცა ილაბარაკე. ხო, ანუ ვიცი რომ აღარ მახსოვს, საიდან დაიწყო. შავი უხდება თეთრს რა. არა. რაზე საუბრობდით? შეფ ლევანმა არ მითხრა პასუხი რომელი ლეღვი გამოვიყენო. ეხლა შეფ კონსტანტინეს ვკითხავ, იქნებ მირჩიოს. შეფ, რას მირჩიოთ? თეთრი თუ შავი? მე გირჩევა პირველ რიგში ჯავშანი უნდა მოაქციო. ეს ლეღვი მკვახია. რა თვიშოვეთ? იშოვე რას ნიშნავს? აღარ არის სეზონი ლეღვში. მე ისეთი რაღაცა გიყო, რის სეზონიც იყო. მე თქვენი გაკვირვებაც მინდოდა მე და ეხლა. დედა ეს მკვახე ლეღვი როგორ გამოიყვანაო? და დღეს ვაკეთებ ფონდიუს ქართულ ანალოგს, თაშმიჯაბს, რომელსაც ექნება ჭვიშდარები სვანური და ლუკნე ექნება, რომელიც ფეტვისაგან კეთდება. ესე ჭვიშდარის და ხაჭაპურის ნაირსახეობა არის. მოცარელას ფენებად გავიყვანთ მიგზის პასტასთან ერთად, ქართულ მჭადთან ერთად. შუა გაახვიო? არა, ფენებად. ოკეი. დავამატეთ სამი სახეობის ყველი, პარმეზანი, მოცარელა და დამბალხაჭაპური. მოცარელა რატო? წელ მინდა რომ კონსისტენცია უფრო შეკრული იყოს და წელადი მიცე რა. კრემსუპია. დიახ. ყოლის სუპი ძალიან მიყვარს და ძალიან ისე ხარ. ბეჭისხიზე გახარ. რა ვარი ტყემალი ვიჩინდი გავაკეთე? თელიანი ველის ცქრიალა ღვინისგან ვაკეთებ შამპანურის და პარმეზანის გლეიზს. დავადუღებ ახლა ამას მე რედუქციას გავაკეთებ. სანამ გავაგრძელებ მუშაობას სანდომის პაპს დავაგემოვნებ. მაქსიმალურად ჩქარობ, იმიტომ რომ 23 წუთი დამრჩა და ამას ალბათ 20 წუთი მჭირდება სერვირებიანად. წესით დარიგით უნდა მოვასწრო და 20 წუთის განმავლობაში აი ესეთ მდგომარეობაში დავით ბეგიაშვილი. და ჩემი კერძი იქნება ულამაზესი, როგორც ჩემი მომავალი ცოლი. სალამი, კაი ხალხს. კაიოს უმთაჰაერზე? რა კარგია რა ჩვენ აქედან უყურებ. ზემოდან გადავყურებ. თხელია, ყველი ბოლომდე არ გაიხსნა. ფიქრობ პარმეზანის დამატებას. თხელია, დავამატე ყველი. ურევ, თხელია. მინდა რომ გაუდას დავამატო. და 4 ყველის იყოს. კიდე დავამატე ყველი. ურევ, თხელია. თავში გამიელვა, ნატურა აინთო. დავით, სახამებელი. ვამატებ სახამებელს, ურევ, კარგი სისქემა აქვს, იდეალურია. ყველი ვისაც მოგწონთ, მომწერთ ინსტაგრამზე. ბროწეულის соуს ვაკეთებ, რომელიც სჭირდება ბლუ ჩიზის მუსისთვის. ვიყენებ ნინჯას ბლენდერს. ცოტა თხელია. პანიკა დამეწყარო. всё. და მაინც ხევადია მე მგონი. მუსი ვერ მომყავს, ნაღები უნდა ამოვიყვანო ცალკე. დაშა 9 წუთი. დავიწყე ყველი სტეიკი შეწვა. ეს რა ამოგებულო, პანირებაში ეს შეგეწვა რა. მოვასწრე. ეს არ გამოდის და თავიდან უნდა გავაკეთო სტეიკი ყველის.
უნდა ამოვავლო სახამებელში. დავიწყე შეხვევა. რა თქმა უნდა, შეფ კონსტანტინე, რა დავუშავე? გაგიფუჭდა? არ გამიფუჭდა. აუ, რატო? ხელი თუ ყავზით. კარგით რა. რა? მარტო ეს არასწორი მარილის დოზირება გაქვს. აკლია თუ მეტი აქვს? პირველი მარილი მოდის, მეტი არ აქვს. სულად შემოდის მარინი. დახრყულია. დრო არა მაქვს და ამიტომ აქედანვე იმას ავშვები რომ ქვემოთ შევაწყო, უცბად. ძალიან ბევრი მოვაჭერი და უკვე აღარ გამოვიდო და ასე. უნდა მოვასწრო როგორმე 6 წუთში. ეს უნდა გამოვიდეს აუცილებლად, თორე ჩემ კერძი არ შედგება არავითარ შემთხვევაში. თხოვნალი რა, თხოვნალი. პანირება არ გავუკეთი ბოლომდე და ძალიან მივქარეთ. ჩემს უკან ხდება სრული პანიკა. მარიას მუსი არ გამოსდის. არა. ამ დროს მეწყება პანიკა. აქ რა ხდება? არ ვიცი რა ხდება ეს. ის გითხო. აქ ხო არ იცით რა ხდება? პანიკა. 5 წუთი დარჩა დრო. ვიცი. ბოლო წუთებია დარჩენილი და მე ფაქტიურად კერძი არ მაქვს. აქ რა არის? მუსი თავიდან კი ამოვიდა, მაგრამ ბროწეული შეურია გამითხელდა ძალიან. აბა რა იქნებოდა? მე წვის კეთებას ვიწყებ. ინუც ეგ რა. თუთქუჩა ვარაბია. შეფ კონსტანტინე, შეფ ლევანი, 2 გამოცდილი შეფ და მე ნინუცე შუაში. აუ გეხვეწები თორემ მიყურებ თორე ხელები მიგანკალე. ეგ არის მაგაშია მე ყველა არ უნდა გიკანკალებ. მაინც არ გამოდის. აუ კერძი ჩამივა და ამდან ცხელი. არ ვიცი. და არა გამაგრები რა სიო ბორჩი. არ გამომივიდა კერძი. დარჩა 1 წუთი და 40 წამი. ეხლა შევეცდები სულგუნდს ჩავანაცვლო. ძალიან თხელია. ბოლო 1 წუთი სათვალე დაიწყო, მე ისევ არ მაქვს კერძი. პარმიზანის ჩიფსებს, კანოლოს, ბასხავ, რაღაც სითხეს, რომელიც არც კრემია, არც მუსია. 10, 9, 8, 7, 6. აუ ვერ ვასწრებ რა. 3, 2, 1 და ხელები მაღლა. დავალების შესასრულებლად მოცემული 1 საათი ამოიწურა. იმისთვის რომ გავიგოთ თუ ვინ გაართვა ყველაზე უკეთ თავი დავალებას და თუ ვინ წავა დღეს სახლში, ამისათვის უნდა დავაგემოვნოთ ყველა თქვენგანის მიერ მომზადებული კერძები, ყველის კერძები და პირველი იქნება მიშო. მიშო კერძი მაგიდეს. გეზარება, სტაში. პირველი გადის მიშო და გააქვს ცეცხლზე დადგმული ქვაბი თავისი მთელი შვედური მაგიდით. აი, ერთოთახიანი მოშენებით. საფიროს ხმელე ზურმუხტო. ჩემო სამშობლო მხარეო. აბა მოყევი. შეფ მე დღეს მოგიმზადეთ თაშმიჯაბი. ამებით უნდა გავსინჯოთ? დიახ. ეგ არის ჭვიშდარი, სვანური, რომელიც გავაკეთებ ჭადის ფქვილისა და ნუშის ფქვილისაგან და მეორე ვარიანტი ქვეშ რომელიცაც დევს არის ლუკნე, რომელიც არის ფეტვისაგან დამზადებული, რა თქმა უნდა ყველას ყველი აქვს დამატებული, მაწვნით მოვზილე. ლაპარაკობს და ლაპარაკობს. გარდა მაგისა ბლანშირებული სტაფილომა, კარამელიზირებული ლეღვი მაქვს. მიშოს არენანება. გვაქვს ასევე კარტოფილი არის სპირალისებრი შევწორი მაგრამ დიახ. მიშო, გუდი. მადლობა. და მიშოს პერფორმანსი ამაღლდა ჩემი წყალობით. მოკლედ, ჩემთვის ცოტა როგორ არის იცი, რაღაც უფრო შეკრული მასაა რა. მიუხედავად იმისა, რომ თბილია, ეს ცოტა უფრო თხელი უნდა იყოს და ისეთი რომ აი კარგად პური, აი როგორც ფონძიუს არის, ხო, აი თუ ფონძიუს სტილზე მიდიხარ, მაშინ უნდა გქონდეს ეგეთი ტექსტურა. რომ აი ესე მარტივად
ამოусვა, მით უმეტეს არ ცივდება, ხო, შენთებულია ყველაფერი და უნდა იყოს რაღაც ეგეთი მასა. გემოზე რაც შეეხება, ჩემთვის ცოტა ღვინო მეტი აქვს. მერე დავამატე ოდნავ. ხო, მე აღარ უნდა დავამატო ხოლმე, იმიტომ რომ ვეღარ ასწრებს მე ამის ალმა. დანარჩენი რავი, ესენი კარგია. გემრიელია. მადლობაში. ეს ცალსახად ფონჯუს სტრუქტურა არ არის, არც ტექსტურა. ეს უფრო ფაფაში გადადის. ფორჯუს ყველაზე კარგი მაგალითი გვაქვს რა? დამბალ ხაჭო. დამბალი ხაჭო. იდეაში ყველის დავალება შენ შეასრულე არც თუ ისე კარგად ფონჯუ ვერ მოამზადე. ლეღვი კარამელიზირებული ძალიან გემრიელი. ძალიან კარგი. მადლობა. შემდეგი მონაწილე, რომლის კერძას დავაგემოვნებთ, იქნება დავითი. დავით, თქვენი კერძი მაგიდასთან. გამაქვს ჩემი კრემსუპი, თუ იურე არ ვიცი. რაღაც დაკარგე ის ხალისი, რაც თავიდან მქონდა. მონდომებული და სერიოზული ვარ. რამდაგა სერიოზულა? შიშმა. შიში შეიქმს სიყვარულსო. რა მოამზადე? მე მოგიმზადეთ 4 ყველის კრემსუპი, გამომწვარი, გაუდა, პარმეზანი, მოცარელა და დამბალხაჭა. ჩეჩილი აქვს შუაში, კიდევ აქვს პიტნის ზეთი, გამომწვარი ლეღვთან ერთად რა თქმა უნდა. ეს დასაჭრელი უფროა. ყველის სუპი კი არა, უფრო ყველის ფელამუში გამოვიდა. ხო, სახამებელი დავამატე, ცოტა რომ სახამებელი დავამატე. ყველს რაც უნდა სახამებელი. რა უნდა ყველში სახამებელს მითხარით? რა უნდა? არ გამისქელდა თავის დროზე და კი ვფიქრობდი რომ გაცილება გასქელდება თქო, მაგრამ ესეც ვერ წარმოვიდგენდი. ბეზეს რო ამოწმებენ, აბა თუ გადმოვარდება კიდევ ცოტა. არის ფელამუშები თქო. მდგრადი სუპია. კრემსუპი. კრემსუპი რანაირად არის? პირველ უფრო ყველს. ალბათ ის სახამებელი რო არ დაგემატებინა, იმ სწორ ფაქტურას მიიღებდი. აბა გასინჯი. აგი ძალიან სქელია. სახამებელმა შეცდომა შემოყვანა. გემრიელი არის, დამბალხაჭო ისედაც კარგია. მე უფრო ნას გემოებს მოვინდომებდი ამ წვნიანში. თუმცა რო ავიღოთ როგორც წვნიანი არა და იქ სახამებელის რო ქონდეს, კარგი პურზე წასასმელი, კარგი დაფასია რა. ჩვენიერი. ცოტა რო გააციო კიდე. ბალანსი არის. კარგი იქნება. არაჩვეულებრივ კროკი გამოვა. კი ბატონო, გადასარე. გადვილი დავალება და ერთი მეორეს უორესები ვარ. რაც მომატებდი სახამებელს. შემდეგი მონაწილე არის მარია. მარია, თქვენი ყველის კერძზე მაგიდაზე. თქვენი ყველის ჩიპსი მაგიდასთან ქვია ამას. ეს არის ყველის მდინარე პარმეჟანის ჩიპთან ერთად. ეს არის ყველის მდინარე. მდინარე კი არა, ტბას უფრო გავს. ეხლა მოიგონე, ხო? კი. კარგი ხო. მუსი უნდა მომეყვანა, მაგრამ ბრწეულის
ჟავა ჟავებ ჩააწყრო ეგრევე ჩამიკვა მე ალბათ ერთი გემო თუ მიშველის აქ ქვევით რაზეც კანოლოდევს პარმიჟანის უნდა ყოფილიყო ეს კანოლო შევსებული ბლუჩიზის ნიგუზის და ბროწეულის მუსით მაგრამ მუსი არ გამომივიდა გასაგებია გამოსავალი უნდა მოგინახა რამე რა არ ვიცი რამე ნეიტრალური ყველი გაგეხეხა და შეგერია ამაში და ამით შეგერს შევურიე უბრალოდ ანუ ის მუსი რომ მქონდა თავში ჩადებული და ეგრო ვერ ამოვიდა ვერ ამოვაგდე თავიდან ეს მუსი ამოვაგდე თავიდან და გამოვიდა მდინარე მდინარე იმიტომ გამოვიდა მაგიტო გამოვიდა ხელი მდინარეა თუ რო დინარეა ტბა თუ რა ხდება ვერც მე ვერ გავიგე ვერც შეფემა ვერ გაიგეს და ვიცი რომ ვერც თქვენ ვერ გაიგეთ ხალხო გინდა ორი წკეპლა სხვა რაღაც სჭირდებოდა ან соуსი ანუ ყველაფერი ყველია აი ეს სწორი ბალანსი უნდა იცოდე როგორ დაეჭირო თინდაც იმ კრემში მუში და ასე შემდეგ დანარჩენი რა ეხლა ყველი ისედაც გემრიელია ცარიელა ყველია ეხები მიკანკალებს ცრემლებს ძლივს ვიკავებ მეტირება ის არ არის რაც მინდოდა შენდა დინარეს და რიყის ქვები არ არის ხოლმე აი რიყის ქვა ახლია ზუსტად რაღაცა რო არ გამოგდის ვერ უნდა გაიგოს სტუმარმა რომ შენ ვერ გამოგივიდა ამიტომ უნდა იცოდო რომ შენი გონება იყოს მომართული იმაზე რომ რა გამოსავალი ვნახო ახლა და გამოსავალი ყოველთვის არის მადლობა ვუბრუნდები ჩემს ადგილს და აქ უკვე ვეღარ ვიკავებ ცნემლებს მარია რა გატირებს გოგო ესე რომ მარია მეც მოვიდე კი შემდეგი მონაწილე იქნება ნინუცა კერძი მაგიდას მეტი დადგა ჩემი ჯერიც ვაი თავო უფეთურო მე მოგიმზადეთ მეგრული კვერებია ეგრე ძახიან ჩვენთან კვერებია ხა შიგ თავში გაუკეთე შებოლილი ყველი და სულგუნი დავამატე პიტნა და ბაზილიკი ცოტა წიწაკას დავამატე საუსად გამოყენებული შინდი რომელშიც დავამატე ასევე ცოტა ქინძი ბაზილიკი და ნიორი ხეჭავს ჩემი კვერებიაც იღეჭება და მიყურებს დავიღობე საბოლოოდ გადაყლაპა და მეუბნება მადგინდოდა ეს შებოლილი ყველი ვიფიქრე რომ უბრალოდ ძალიან მარტივი ვერსია იქნებოდა მარტო სულგუნი ყოფილიყო რომელიც ნეიტრალური გემოს მატარებელი ყვალია და იმ შებოლილის გემო თუ გინდა და შემოგეტანა ცალკე შეგეძლო ის კანი გამოგეყენებინა დაგეჩიფსებინა და ზემოდან დაგეყარა ამაზე კიდე დამატებით რაღაცას გამოიწევდა ცომი რო არ ჩაგხარშო და ამიტომ მალე ამოიღე რამაც შიგნეულობის მოხარშვა და გადნობა ვერ მოასწრო და ყველა ყველი ცალ-ცალკემა გატარებული მადლობა ნინუცა მეც ველოდებოდი შენგან ამ თონეში რო ენა ამოუსვა ეგეთი გემოა ანა კოჩხალს რო ენასავ ავედი ერთ სოფელში მან თონე გვაქვს და ამოვუსვა ენა ვნახო როგორი გემო აქვს რო გავიგო ჩემი კერძის გემო
სოუსი კარგია. ცომის ტექსტურა კარგია. კარგად იღეჭება. ყველი არის კატასტროფა. სინაზე აკლია გულსარდს, სინაზე. შემდეგი არის გიორგი კერძი მაგიდასთან. გადის ოქროს წინსაფრიანი გიორგი. შორიდან ჩიზკეიქს გავს. აბა მოყევი გიორგი. გადავწყვიტე რომ შუა აღმოსავლურ სამზარეულოზე წავსულიყავი ფიუჟენის. შეგეთამაშებინო. ხო, ხალუმიდან ავიღე იდეა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა დაგრილული შებოლილი სულგუნი. გაკეთებული აქვს თაფლის გლეიზი, რომელსაც აქვს ხინძის მარცვლები, შავი სეზამი, ბალზამიკოს შავი ძმარი, სოუსი არის რედუცირებული წითელი ღვინო, კრემი არის მასკარპონე და ლაბნე, რომ უფრო მეტი სინაზე შეესძინოს, ასე ვთქვათ, კერძს. გამოყენებული მაქვს კრემში ასევე ჯონჯოლი, ხოლო ბურღული მაქვს მომზადებული როგორც ფრაიდ რაისის სტილზე. ეს რაღაცას გეტყვი რა. აი სოუსიც ყველაფერი ძალიან კარგია. კარგი იდეაა. უხდება ერთმანეთს, მაგრამ ამ შებოლილი სულგუნის სტრუქტურა, ტექსტურა თვითონ რა, ისეთი მაგარია და ისეთი ის არის, რომ ან ცოტა თხელი გაგეკეთებინა, ან რაღაც სხვანაირად გამოგეყენებინა ტექსტურა, იმიტომ რომ ძალიან ისეთია რა. მაგარი ყველია და თუმცა ის შებოლილი გემოები არ დომინირებს რა, ამაში ისე კარგად არის დაბალანსებული. თუმცა მეგონა რომ ამ ყველის გამო ვერ გავიგებდი ამ გემოებსაც, მაგრამ პირიქით ამ ყველაფერმა ძლია ის ბოლის გემო და კარგი ბალანსი. მადლობა შევ. თუნდაც ტაკოები რო გაგეკეთებინა პარმეზანისგან და მაშინ მოგეთავსებინა ესენი, უკვე შეგეკვრებოდა ეს კონცეფცია და აი ესეთი რაღაცა მჭახე, მოჭრილი პირველადი სახით არ გექნებოდა ეს მთავარი პროდუქტი. მადლობა. ოქროს წინსაფარი კარგავს ბრწყინვალებას და ის ნელ-ნელა ვერცხლის ფერი ხდება. გიორგი, სპილენძის ფერი რომ გახდები დაეკი. ყველს არ ვეხები საერთოდ. ყველი არის ამ კერძიდან ამოსავალი. ყველაფერი რაც გარშემო ძალიან უხდება ყველს, მაგრამ მთავარი ყველი აქ არ არის სამწუხაროდ. შემდეგი მონაწილე ვის კერძსაც დავაგემოვნებთ, ეს არის თამარი. თამარ, თქვენი კერძი მაგიდას. მეგრული ულუფა. მოცარელა მოვხარშე და მოვამზადე ფირფიტები ნიგზის პასტასთან ერთად. ანუ ეს შუაში რაც დევს? დიახ. მე რა ხდება? პომიდორის ფირფიტებში არის კრემყველი და ქინძის საუსი, ხახვის ჩიფსი, ერთად ჭადი და ავოკადოს და ფეიხოას საუსი. მრავალფეროვნება თეფშზე ნამდვილად იგრძნობა. მომწონს ქალბატონო თამარი. მეგრულ-იმერული თეფშის კვალობაზე კარგი თეფშია. თუ კარგი ხემსია. მაგრამ მაკლია იმ გემოს აფეთქებები, რაც ვიზუალი ითხოვს, რომ წესით უნდა გქონდეს, ხო? ყველი ცოტათი დამეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ყველი გაქვს, ყველი ესი არ იგრძნობა.
უფრო გემრიელი უკმა, მაგრამ ის რო ხას უსმევდეს, რომ ეს ყველის თავარი კერძია, ესეც ჩემმა პირმა ვერ აღიქო. მადლობა. შეშინებული გემო აქვს, ხდები? ის მეტი არ მომივიდეს, ის მეტი არ მომივიდეს და შემეშინდა. კაი ტერმინი გამოიყენა შეშინებული. ხო, ნუ მე ვიტყოდი ძალიან მორიდებული. სითამამე აკლია. გადი ფანტასტიკია. აი მარილი რო არა აქვს, არაფრის გემო არ იგრძნობა, ისე კარგად. შემდეგი არის ვის კერძას დავაგემოვნებ თორნიკენას არის. თოთ კერძი მაგიდას. აბა მოდი. დაშმიჯაბის ვარიაცია, ქარხნული ყველის соуსია და გუდის ყველის ესპუმა და ქარხნული ყველის ჩიფსებია ეს. ვიზუალური მხარე გამოასწორა. მადლობა. ყველი სადა? სად? ეს არის ყველი რა. არა, ყველი იმაშიც არის. კროკეტში. არის რო? იყო. იყო. იყო? იყო და არა, იყო რა. დამოვიდა. კარტოფილში თუ გქონდა შერეული რო გაცივდა დაკარგავდი 1000%-ით. ანუ უფრო მეტი უნდა დაეკეთებ. რო არ დაკარგულიყო. იმიტომ რომ საერთოდ აი ყველის გემო არ იგრძნობაში. და ბოლო მონაწილე თორნიკე, თოთ თქვენი კერძი მაგიდასთან. უკაცრავად თქვენთან პორციაზე. ეს მარტო ჩემი პორციაა როგორც. არა. თორნიკ ეს რა არის ზმაო? სად არის კერძი? ლუპა მომიტანეთ გამადიდებელი ჟუშა სათვალეები. ინტენსიური გემოებია სამზადო და გავყოთ რამენაირად. რამენაირად. იმდენი ვიტირე, თორნიკე გამიდა გამაცინა. ჩემს პატარა კერძი მე თუ მომზადე. აი ეს და მართლა მარიას კერძებსაც ვერ ყოფდით, ხო გახსოვს? მეგობრებო, თორნიკეს უნდა უშველოთ. მარიასგან გადაედო. წარმოადგენ კერძს ალპური ყველის ბალიშია, ასე ვთქვათ. ქვემოდან აქვს საწოლი თხილეულის და პანკუარი მოხალული. ზემო ადევს შამპანურის და პარმეზანის გლეიზი აქვს გადასმული. ეს უნდა გავიყოთ სამნაწილად, რომ გემო აუცილებლად გავიგოთ და თოვლი აქვს პარმეზანის. და სამეგეცას მაგ თებში ცოტა დიდი თებში რო აგიღო ვერ დაატევდი? თორნიკეს მოერიდა მეტიზადება თებშზე. ბევრი ხო არ ავიღე. არა, კაი. რა განზომილებაში ჩასვა? აპეტაიზერია მაინც რა. ჩემთვის უფრო დესერტია. შემდგარი ტიპია, რა მოდი ესე ვთქვა. ტექსტურა ძალიან კარგი აქვს აი მყველის ფრიანობაში. კრამბლები ყველაფერი გემრიელია. მოუთ მართლა ეგრეა რა. ყველის ასორტი დღესდღეობით უკვე ყველი რაც არის ნებისმიერი ყველი დესერტში იწერება ხოლმე რა და საერთოდ ყველს უხდება რა. იქ ცოტა ან კომშის მურაბა, ფრიანი კომში ლამაზად, ან ხილი, ან ნებისმიერი ამ ხო? 60-ის ვაში. რაღაცა თბილი თემა მაინც ყველთან დესერტათაც რო არ ჩათვალო, ისედაც უხდება, ხო? კაკლიზენი აიღება, ნებისმიერი რა. ძალიან მოუხდებოდა. ანუ იწყებ ყველით და ამთავრებ ყველით. რამოდენიმე წვეთი თაფლი რო გაეკეთებინა.
უკეთესი ტიპი იქნებოდა. სუპერი იქნება. ჩემი აზრით. თორე ისე თავიდან ბოლომდე შემდგარია კერძი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თორნიკი, კარგი რომ მაშინ უნდა გაიტანო ბევრი, თორე. აგერ ცუდი მე გავიტანე და. მადლობა თორნიკე, დაუბრუნდით თქვენ საათს. მადლობა. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ ყველა მონაწილის მომზადებული ყველის კერძები. ხო, სამი ხოა. ყველა ყველის, და დროა გავიგოთ ვინ გაართვა ყველაზე უკეთ თავი დავალებას და ვისი კერძი იყო საუკეთესო. მინდა გითხრათ, რომ არაერთი კარგი ვერსია იყო წარმოდგენილი დღეს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არსებობს ყოველთვის ერთი ასე ვთქვათ გამორჩეული, როგორც კარგი ისე ცუდი. ნუ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩვენზე მოახდინა კერძმა, რომელიც მართალია იყო ცოტა, მაგრამ ძალიან გემრიელი. საუკეთესო კერძის ავტორი გახდა თორნიკე ჭილაშვილი. დილოცავ თორნიკე. ახლა დროა დავასახელოთ დღის სამი აუთსაიდერი. ჩემი ყველაზე საყვარელი კერძის წვნიანი დღეს ვერ შედგა. ამიტომ დავით, შენ ხარ ის პირველი აუთსაიდერი. გვენი მონამორჩილი, დავით ბეგიაშვილი. მეორე კერძი, რომელშიდაც ძალიან ბევრი შეცდომა იყო, და ეს არის მარიამი ოქროს წინსაფრის პროფილი. ვერც მდინარე, ვერც რუმ და ვერც ტბამ ვერ გიშველა. და მესამე აუთსაიდერი, რომელიც დავითს და მარიას შეუერთდება, გახლავთ ინუცა. გავდივარ. იყო სამიოსგან შეცდომები, რომელსაც ზოგს პატიობთ, ზოგს შეცდომას, ზოგს უბრალოდ ვერ. რაღაცა თუ არ გამოგდის, უნდა მიანებო თავი და სხვა ალტერნატივა ეძებო რა. ძალიან არ მინდა რომ ჩემი წინსაფარი დაუტოვო და წავიდე სახლში და გამოვეთიშო კონკურსს. ინუცა, ჩვენ მოგცემ შენ ერთ ჩანსს და დაუბრუნდი შენს ადგილს. მაგრამ ეს უნდა იყოს შენთვის ბოლო გაკვეთილი. დარჩით ორნი. აქედან ერთი ჩემი ოქროს წინსაფარია, ესე ვთქვათ. მარია, სადაც წაგიცდება ფეხი, იქ მთავრდება ყველაფერი, ხო? ყველასთვის ესეა და აქ არ არის ვინ ვიზე მეტი იცის, ნაკლები იცის თუ როგორ. აქ არის პატარა შეცდომები, ამიტომ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ერთმაც და მეორემაც. ამ მომენტში ვფიქრობ, რომ მე ვიქნები ის, ვინც დატოვებს MasterChef-ის გრანდიოზულ სამზარეულოს და არ მინდა აქედან წასვლა. დავით, მოკლედ, მინდა რომ გააგრძელო MasterChef-ში მოღვაწეობა. მინდა რომ კიდევ კარგი ბევრი კერძი შექმნა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს შენ დატოვე პროექტს, მარიამ, შენ დაბრუნდი შენ ადგილას. დავით, გულახდილად გეუბნები. მართლა ძალიან დიდი სიმპათიები დაემსახურე. ყველა ჩვენთაგანის და ჩემი მათ შორის. ოღონდ ამას გულახდილად ვიძახი. ამის დამეუხედავად მოგიწევს წინსაფრის მოხსნა, დაემშვიდობო MasterChef-ის დიდ სამზარეულოს, შენ მეგობრებს და იმედი გვაქვს, რომ კიდე გიხილავთ. აბა მე ჯერ მინდა ხალხს მივმართო, შეიძლება? მოკლედ გედის სიმღერაა თუ რა? მე მაშინ გავიმარჯვე, როცა აქ მოვედი. შესაბამისად უკვე გამარჯვებული ვარ. რაც შეგიხებათ თქვენ. ჩემი კონკურენტები არც ერთი არ ხართ რა. მიყვარხართ ყველანი ძალიან და ეს იყო ჩვენთვის ძალიან მაგარი გამოცდილება და მინდა რომ ყველა მოიგოთ რა. მაგრამ მაინც ერთი იგებს. მაინც ერთი იგებს, მაგრამ ჩვენთვის ყველანი გამარჯვებულები ხართ ისევე მე როგორც მე. აი კაცი ხართ. მადლობა. აბა წარმატებები დავით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან, დავით. მე-12 სეზონში შანსი რომ მომეცით. გადაღება რომ მოხდება, წავიღებ რა ჩემს სამარს. წავიღო.
დანარჩენებს გილოცავთ. თქვენ გარანტირებულად რჩებით მომდევნო 1 კვირა პროექტში და აგრძელებთ ბრძოლას MasterChef-ის ტიტულისთვის. მე ისე ვაქ ვარ და ამის შემდეგ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. არ მინდა რომ დავბრუნდე იტალიაში და მინდა რომ ჩავიდო ფესვები საქართველოში და დავტოვეთ. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო კვირას საღამოს 10 საათზე პირველ არხზე MasterChef-ის დიდ სამზარეულოში.